მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს დღეს შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ხათუნა გოგოლაძემ ფილიპ დიმიტროვს უწყებაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდასა და ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობის შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს გარემოს დაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, არსებულ თანამშრომლობაზე, დავსახეთ სამომავლო გეგმები თანამშრომლობის, საუბარი შეეხო ასევე ასოცირების შეთანხმებას, ჩვენს გეგმებს, თვითონ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის და რეფორმების პროცესებს. ევროკავშირმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ პროცესებს და გაგვიწიოს დახმარება. მე და ჩემი გუნდი შევხვდით გარემოს დაცვის მინისტრს და მის თანამშრომლებს. ბევრი საკითხია, რომელზეც ერთად მუშაობ. არის თემები, რომლებზეც თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების გზაზე. აუცილებელია კურსი შენარჩუნდეს და იმედია ეს ასეც მოხდება. ასევე იმედია, რომ ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ასოცირების ხელშეკრულება საბოლოოდ დაიდება.